საღამომშვიდობის და მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშასე დღეს ჩვენი პირველი შეხვედრაა ახალ 2005 წელს, ამიტომ ყოველს მოგილოცავთ ათ უკვე დამდგარ ახალ წელს, შობას და ჯერ კიდევ არ დამდგარ ძველით ახალ წელს. თქვენს შემოსტუმრებო და გეტყვით იმას, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი 2005 წლის პირველი სტუმარი გახავთ ქართული შოუ ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი მომღერალი კახა კუხიანიძე. საღამომშვიდობისა კახა, შენს გილოცავ ყველაფერს ერთად. მეც გილოცავ. დღეს ერთი სტუმარი ყავს, აქედან გამომდინარე ერთი ადამიანის გაპრესვა მოუწევს ჩვენს უკვე ტრადიციული ადამიანებით, ასე ვთქვათ, დაკომპლექტებულ პრეს გუნდს. საღამომშვიდობისა თქვენს. წინასწარ ვერ დაგეგმავ თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ეთერი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მართლაც საინტერესო იქნება და საინტერესო საუბარი აეწყობა ჩვენს ორ ბლანკს შორის. მანამდე კი ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კახა კუხიანიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიით, ტრადიციული პროლოგი პრესის ეთერში. კახა კუხიანიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1983 წლის 17 ივლისს. ბავშვობიდან მისი ყველაზე დიდი ოცნება იყო გამხდარიყო მომღერალი. ინტენსიურად უსმენდა იტალიურ ესტრადას, ჯაზ როკს და soul-ს. ქუთაისში დაამთავრა მუსიკალური ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. 12 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო თურქეთის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, სადაც გახდა გრან-პრის მფლობელი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც საერთაშორისო ინტერნეტ ჟურნალისტიკას ეუფლება ინგლისურ და იტალიურ ენებთან ერთად. ქართულ შოუ ბიზნესში მოღვაწეობის მანძილზე მოახერხა 12-მდე სიმღერის ჩაწერა. მის ვიდეო არქივში მოიპოვება 2 ვიდეოკლიპი. თბილისში ფუნქციონირებს მისი და მისი ძმის გიგა კუხიანიძის მიერ ჩამოყალიბებული ხმისჩამწერი სტუდია. კახას რეპერტუარში ძირითადად საკუთარი ძმის სიმღერები შედის. 3 წლის წინ ფესტივალ მეგაზე მიიღო წლის აღმოჩენის სტატუსი. შემდეგ წელს ამავე ფესტივალის დამსახურებით წლის სიმპათია გახდა. ანალოგიური წოდება მიენიჭა ფესტივალ ოვაციაზეც. 1 თვის წინ გამართულ კინოსა და მუსიკის ფესტივალზე კი კახა კუხიანიძე აღმოჩნდა გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. მის უახლოეს გეგმებში შედის ალბომის გამოშვება. ძალიან მოკლედ, სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი სტუმრის კახა კუხიანიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია და ჩვენ ასე კახას პირჯვრის წერით შევდგებით დღევანდელ ეთერს. ლონერვილო ხაიყო. არა, დავიწყოთ ეს პრესი და პირველ კითხვას ერთი რაღაცა მინდა რომ ჯერ მაყურებას პრინციპში მიულოცო შოვა ახალი წელი, უსურო ბედნიერი წელი და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება და რა თქმა უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ ალერსიანები ერთმანეთის მიმართ. როგორ შესავალია. კარგი, დავიწყოთ ესე იგი პრეს თქვენ არ დაგაბნიოთ ამ ლირიულმა გადახვევამ, ის ხო თავი მოუქონა მაყურებლებს და ხა დავიწყოთ. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. მოგესალმებით, გილოცავთ ყველას შობა ახალ წელს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. ბოლო ორ პრესზე მე როგორც მახსოვს ლამის მტრად გამომაცხადეს იმასთან დაკავშირებით თუ რატო არ მომეწონა ნინას სიმღერა მატირე. და ის კი არა და განმარტებაც კი მომთხოვეს ამის თაობაზე, რა იყო ამის მიზეზი. მე როგორც ვიცი, ეს სიმღერა შენ უნდა გემღერა კახა. რა არის მიზეზი იმისა, რომ შენთან არ მოხდა ეს სიმღერა და პრაქტიკულად აღმოჩნდა ნინას ხელში და მან იმღერა და კიდევ მაინტერესებს შენეული შეფასება ამ სიმღერის. შენ მოგწონს თუ არა ის? მე რომ არ მომწონდა თუ რატომ ვთქვი ამის შესახებ საკმაოდ უწრფელად. შენ მოგონი მატირესთან დაკავშირებით. так, ესე იგი გძელდება სერია მატირესთან დაკავშირებით. მესამე საოცრება ისე რომ აი ერთი და იგივე თემაზე რომ ამდენი ხანი რაღაცა გძელდება მართლაც ამაზე საუბარი. რაც შეეხება ახლა ვიცი რა რომ მოდი მაშინ და თქვა ვრცლად რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ ხო ჩემი აზრით და მე მგონი მე ვარ ის ადამიანი რომელიც და რაღაცა წერტილს დაუსავს ხო ალბათ ამ თემას. ალბათ იმედი მაქვს. მესამე ბოლო ხარი მე მაიკო კაჭიშვილის სიმღერა არის ეს სიმღერა მართლა ძალიან კარგი სიმღერაა მე მიყვარს ყოველთვის ეს სიმღერა. რაც შეეხება ახლა ამ სიმღერას ეს სიმღერა იყო ჩემი იმიტომ რომ რაღაცა ბათუმში ვიყავით ერთად დაწერა მაიკომ ეს სიმღერა თან მე მღეროდი ანუ ჩემთვის დაიწერა ეს სიმღერა. ну რაღაც მანამდე სიმღერები მომასმენინა მაიკო მაგრამ საჩემო სიმღერა კარგი სიმღერები იყო მაგრამ ჩემთვის განკუთვნილი არ ანუ მე ვერ მოვირგებდი სიმღერას ეს სიმღერა რატოღაც მომიხდა და ასე ვთქვათ მომეწონა და შემდეგ ისე მოხდა რომ რაღაცა მაიკო პრინციპში გაგვართხილა რომ ხო არ იქნებით რაღაცა წინააღმდეგ მე ეს სიმღერა არ ჩავწერე რაღაც მომენტი მქონდა შერჩეული დრო რა ვთქვათ
წყნარი სიმღერები მქონდა ჩაწერილი, ისეთი ლირიული სიმღერები და არ მინდოდა კიდევ ერთი ლირიული სიმღერა, ანუ პროში ჩამეწერა და ვიფიქრე გადავერთვე მეთქი ტემპიან სიმღერებზე რაღაცა და ჩავწერ მე როცა თავისი დრო ექნება სიმღერას. მე მგონი რასაც წერ იმასაც ყოველს თავისი დრო, ანუ სტილისტურად მიმდინარეობას, ხო? და აქედან გამომდინარე მქონდა დაგეგმილი ამ სიმღერის ჩაწერა ცოტა, ანუ ასე ვთქვათ, დაახლოებით 8 თვეში ან 5 თვეში ამას. მიზეზი ეს იყო მარტო? მიზეზი ეს იყო პრინციპი. არა, მიზეზი იმიტომ კი არ იყო, მაიკომ კი, იმიტომ კი არ მიცა ნინას რომ მე არ ჩავწერე დროზე. არა, რო ჩამეწერე პრინციპში დროზე ვეღარ მიცნობდა, მაგრამ უბრალოდ ნინას მოეწონა რაღაც აქეთ-იქით და გიგას დაურეკა მერე და უთხრა რომ ისა რა ქვია, რაღაცა ხო არ იქნება წინამდები რომ ეს სიმღერა გავყიდო. და გიგამ უთხრა რა სულელია, იმიტომ რომ ხა მე სიმღერას რაც შეეხება, მე მგონი იმის გაჭიროება არ მაქვს, რომ თქვათ რაღაცა სიმღერა თქვათ ვიმღერო, იმიტომ რომ ბოლოს მამყავს და სტუდია მაქვს და კი, მაგრამ თუ სიმღერა მოგეწონდა, შეგეძლო რომ დაუშვათ 100 ადვილად არ შეელეოდი ამ სიმღერას. არა, შეელეოდი, ახლა იცი რა რომ თვითონ ავტორი გეუბნება ამას და შეევლეოდი ხა ისეთ მომენტია რომ ვერ ეტყვი რომ არა ეს სიმღერა მე უნდა ჩავწერო ცოტა ძალიან რთული არის და მეც ახლა თვითონ შენ მოგწონს სიმღერა? კი, მომწონს სიმღერა. შეიძლება მე ამ ტექსტზე არ მომღერე, იმიტომ რომ ეს უფრო ანუ ტექსტი არ იმღერებდი ამ ტექსტს, ხო? არა, მე უფრო მამაკაცურ ტექსტს ჩაურთავდი და აქედან გამომდინარე ტექსტს არ ვიტყვი, იმიტომ რომ გაუხარდა ლალი, ბორო და ჩაეღიმა. იმიტომ რომ ეს უფრო ისეთი ტექსტი არის, ხო, კაცისგან რო იმღერო მატირე ცოტა არის. მე მგონი ქალისგანაც უცნაურია ჩემო კარგო. მე პირადად ახლა კაცის მხრიდან ძალიან რთულია იმღერო მატირე და ქალმა შეიძლება იმღერო მატირე, ალბათ, არ ვიცი. მე პირადად დამეთანხმებით ალბათ რომ მატირეს არ ვიმღერებ, იმიტომ რომ მამაკაცი ცოტა ცუდა ჭირს მატირე რო იმღერო. კაი ჩემო კარგო, გასაგებია. საღამშვიდობისა, ნინო მურღულია, ჟურნალი რეიტინგი. რაც დამირეკეს და მითხრეს, რომ კახა კუხიანიძე იქნება გადაცემა პრესპრესის სტუმარი, მას შემდეგ ვფიქრობ, რომელ მუსიკალურ მიმდინარეობას მივაკუთვნო ეს მომღერალი და ვერაფრით ვერ გამოვიცანი. ნუ შენ დოსიაში გიწერია, რომ ჯაზი, ჯაზ-როკი და სოული ახდენდა შენზე გავლენას, მაგრამ ნუ აი ვერაფრით ვერ მივხვდი, ეს რამდენიმე სიმღერა რაც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად არის ცნობილი, აი რომელ ჟანრს მივაკუთვნო იქნება ამ. ეხლა იცი გითხრა პასუხი გაქცე კარგად, იმიტომ რომ კარგად კი. იცი რა, პირველ რიგში გეთქვა, მაგრამ მე თვითონ გამიკვირდა პრესპრესში რო ვარ დღეს, იმიტომ რომ აი მაგას დაადგენთი, როდის იცი რომ მე მექნებოდა ერთი ალბომი კი არა და რამოდენიმე გამოშვებული და მექნებოდა ერთი მიმართულება. ან თქვათ მექნებოდა ბევრი სიმღერა ჩაწერილი ჯაზი, ჯაზ-როკი ვაპირებს, სხვათა შორის ჯაზ-როკი ჩაწერა, ჯაზი, სოული და სხვადასხვა სტილის მიმდინარეობისას, ამიტომ ვერ მივხვდი რომ პრინციპში მე რა მიმდინარეობას არა ის სიმღერები აი ალერსე მინდა და კიდევ სხვა სიმღერები რომლებიც შენ გაქვს აი ვერ მოვაქციე ვერანაირ ჟანრში რაღაცა არ გეჩვენება რომ ეს სიმღერები ცოტა მონოტონური არის და მომაბეზრებელი არის მოსასმენი ერთი წარმომისმინე ეგ სიმღერები დაახლოებით იყო გამეთანხმები 4 წლის წინ ახლა შენ თვითონ რა მიმდინარეობას მიაკუთვნებ მაგასაც აღვნიშნე აუცილებლად მას შემდეგ ჰიტი არ ქონია შენ და ისიც იყო თუ არა ჰიტი არ ვიცით ხო როგორ მას შემდეგ ჰიტი არ ქონია ხო შენ ანუ არ გიმუშავია ხო გასაგებია და მაგითო გამეკვირდა რომ დღეს მე პრესპრესში ვარ ჩვენც გაგვიკვირდა ძალიან კარგი რომ რაღაცაში შევხვდით ერთ აზრზე ვართ ლუკა დააფიქსირე ეს არ უკვის მინდა დაგამშვიდო. ყველას უკვის რა თქმა ახას უკვის რატო არ პრესპრესი ჟურნალისტებს უკვის მე ხო საერთოდ არ ვიცი და ჟურნალ ჩვენ იყო ესეთი ტერმინი ხო გაბრაზებული ხალხი და ეხლა არის გაკვირვებული ხალხი. კახა რატო არ უნდა იყო ესე კაცო? არა მაგასაც გეტყვით რომ ოკეი დავაყარეთ კითხვები და ხა თუ შეიძლება კითხვას უპასუხო. ან 4 წლის წინ ეს სიმღერა იყო ისეთი მიმდინარეობის, რაც მაშინ შემოდიოდა ჩვენთან დღეს და დღესდღეობით. ანუ იყო soul ეს მიმდინარეობა ესეთი არის და დღეს უკვე იმდენი გაკეთდა ესეთი მიმდინარეობს, რომ ფაქტიურად გაუფასურდა, ანუ ფასი აღარ აქვს ესეთ მიმდინარეობას დღესდღეობით და ეს 4 წლის წინადელი სიმღერა არის. ის ხარისხიანი სიმღერაა, შე როგორ ხარისხიანი soul-ია ის. ერთი წამი რომ რაც შეეხება ჩვენს პირობებში ნამდვილად ვიტყვი, რომ სიმღერა ალერსინი და მართლაც ხარისხიანი, იმიტომ რომ დღესდღეობით სადაც არ უნდა ვიმღერო, მე მგონი ყველა ერთად წავიდეთ თუ გინდათ სადმე კონცერტზე და მართლაც იქნება ისეთივე განწყობა დაახლოებით რაც მაშინ იყო, ანუ ხალხს უყვარს ეს სიმღერა და მეც მიყვარს, იმიტომ რომ ფაქტიურად ამ სიმღერით მოვიპოვე რაღაცა მსმენელებთან, მაყურებელთან ურთიერთობა და ეს იყო ერთადერთი სიმღერა, რომელთაც შენ მოიპოვე განწყობა ამ 4 წლის განმავლობაში. სიმღერა იყო დაახლოებით რომელმაც გამიყვანა, თქვათ, ასე თქვათ, რადიო ეთერში მეტნაკლებად ცნობილი გახდა. კი, კარგი.
და რაღაცა მიხარ კიდე და რაღაცა ვერ გავიგე. არა, ხო, მე ეს ჩემ შეკითხვა იყო, რომ რატო გიკვირს პრესპრესში რომ მოგიწევი. ხო, აი მაგიტომ მეგურის პრესპრესში რო ვარ, რომ თქვათ მე რო ბევრი რამე მქონდეს გაკეთებული, ალბათ მიხვდებოდი რა ჟანრს და რა სტილს მივეკუთვნები და აქედან გამომდინარე აღარ დამუშავე. თავარია რომ შენ თვითონ მიხვდე ჯერ და მე ჩვენც მივხვდები. ვიცი არა. მაგას არ აქვს absolუტურად მნიშვნელობა. საკმარისია ერთხელ მაინც შედგა სცენაზე ფეხი, რომ უკვე გაქვს შანსი მოხვდე პრესპრესში. ხო, ერთი წამი მომისმინე რომ ვიცი ასე ვიტყვი რომ აქედან გამომდინარე რომ მე ჯერჯერობით ვარ 21 წელს და ვარ მაინც იების პროცესში, იმიტომ რომ ღმერთმა დამიფაროს რომ ერთადერთ რაღაცას მივაწყდე და თქვათ დავრჩე იმ წლებში, ხო, ანუ არ გავიზარდო და ჯერჯერობით ვარ ძიების პროცესში. ისე ეს კარგი. მაგიტომ ვერ მიხვდი რომ მე რა სტილს მივიღებ. აი, სწორედ ამიტომ ძალიან კარგია რომ აი ეს კითხვა დაგებადა. რადგან შენ ძიების პროცესში ხარ, კრიტიკა შენთვის ზედ გამოჭრილი იქნება. ხო, საერთოდ ისე მარტო კახა არა. მოზარდი ვარ და მაგით. ვინც კი ყოფილა ოდესმე პრესპრესში, ყველა ამბობს რომ ძიების პროცესშია და ეს ვერავინ ვერ მოძებნა. ხო, აი ერთი ადამიანი ნახეთ რომელმაც მოძებნა რა. მე რო ეხლა ვიყო 50 წელს, მაშინ უკვე მექნება ჩემი რაღაცა ჩამოყალიბებული, ჩემი სტილი, ჩემი მიმდინარეობა, მაგრამ არა, რატომ მაინდამაინც 50 წლის უნდა იყო რა შენი სტილი. რა თქმა უნდა, რომ ბევრი გამოცდილება აქვს და იპოვი შენ თავს სადუფრო უკეთესი ხარ. ახლა ამაში მე მგონი დავალოდოთ მაშინ როდის იქნება. პროსტა თქვი, ანუ თქვი პირობითად, თორე შეიძლება 25 წელს ასაკში ვიპოვი ის რაც მე მინდა. ძალიან გამეკითხა და გადავცემ და მაინც ვერ იპოვა. ხო, რაღაცა მე მგონი ვერ გაიგე რაც ვიყარე. კარგი, შემდეგ რადიო. ხო, ძალიან კარგი. გადავიდეთ ხატიას. საღამოშვიდობის ხატია შემოგია რადიო ფორტუნა, მოგესალმებით გილოცავთ ახალ წელს. სხვა კითხვა უნდა დამისვა, მაგრამ გავაგრძელებ ნინოსთან საუბარს. 50 წლის რო იქნები, როგორ ფიქრობ, იქნები ისევ სცენაზე თუ? არა, იცი რა რომ 50 წლის ასაკში რომ მიხვდები რომ მე უკვე თქვათ ვერ მღერი და ახალგაზრდებს მიჩვენე და უთმო თავისთავად იქნებ პირიქით მიხვდე რომ 50 წლის მომღერლები არ იქნება. პირდაპირ მოემზადა 50 წამდე საკუთარი გზა ვერ მოძებნე და მე უცებ წავხვედი. რომეს გასცეთ პასპორტი ხოცები გამო. ხატიას გავცეთ ქართველ ერთი წამი ქართველებს მიმართა რომ ვაცადოთ კახაკოხიანძეს და 50 წლის ასაკში დადგეს სცენაზე და ვაცალოთ ხო იმიტომ რომ არა კახა რატო ესეთ პესიმისტური განწყობი არა ერთი წამი და გამომდინარე გვინდა რომ დაველოდოთ და ნახოთ რა გასაგები ოღონდ ერთი წამი გაგცე პასპორტი არა ანუ მე რა მაინტერესებს ხა დაგიკონკრეტებ 50 წლამდე აპირებს სიმღერას თუ ეს სიმღერა შენთვის უბრალოდ ჰობია და ეს არის რაღაც თინეიჯერობის პერიოდის გასართობი ობიექტი როცა გინდა რომ იყო პოპულარული და მე აპირებ თქო ბიზნესმენობას ან რაღაცა გამდიდრებას არა სიმღერით გასაგები ძალიან მომისმენთ ახლა მე თუ შეიძლება იმიტომ რომ რაღაცა ვეღარ გავიგე რა მაიკოს გავცე პასუხი ხატიას თუ ხატიას გავცეთ პასუხი ხო ეხლა ამჟამად ხატია შენ გავცე პასუხს რომ რაც შეეხება იმას ჯერთი არის ადამიანმა როდის რა მოხდება ხო ეს არის ბუნებრივი რაღაცა ყელი არის უფლისგან მონიჭებული ნიჭი შეიძლება ელემენტარულად ხმა დაკარგო და ვეღარ იმღერო თქვა 2 წელიწადში ამას ვერ იწვირო არა თუ ხმას არ დაკარგავ თუ ხმას არ დავკარგავ ეხლა და კარგად ვიქნები და კარგად ვიმღერებ და შემეძლება სიმღერა და მთელი ისა რა ქვია 2 საათიანი პროგრამის სოცხალი სიმღერის გაკაჩვის თავი მექნება ანუ სიმსელ გულისხმობ იმას რომ წლებს გულისხმობ ხო ანუ 50 წელს ადამიანი თუ 2 საათი იმღერებს სოცხალ და არ დაიფლებს 50 წლამდე მისვლას ვამბობ მე 21-დან 50-მდე ხო არის 29 წელი კიდე ხო? და აი 29 წლის განმავლობაში შენ აპირებ ამ სიმღერას გაყვე და თუ გაყვები და თუ კიდე გაიზრდები ერთი რაღაცა მაინტერესებს რომ მე საერთოდ ყველგან ნახსენები მაქვს რომ ჩემი პირველი არის საერთოდ და პირველი ადგილი უკავია სიმღერას და აქედან გამომდინარე პრინციპში მე მეორე პროფესიაც მაქვს კაცმა არ იცის რა მოხდება წლების მერე იმიტომ რომ არ იცი ცხოვრება როგორ წავა და უფალი როგორ განაგებს შენ ცხოვრებას პრინციპში ხო და მე პირადად ვარ მომღერალი და მინდა მთელი ცხოვრება ვიმღერო კარგი აპირებ და ერთი კითხვა მაქვს კიდე შენ აღნიშნე რომ პირველი შენი პროფესია ეს არის სიმღერა და ყოველთვის გააკეთებ იმისთვის რომ იყო პროფესიონალი მომღერალი მე ვიტყოდი მეცაც შენ გაქვს უფრო მეტი შესაძლებლობები სხვა მომღერლებთან შედარებით იმისთვის რომ უხეშად რომ ვთქვათ, გაიქაჩო, იმიტომ რომ შენ ძმას აქვს საკუთარი სტუდია, შენი ძმა წერს სიმღერებს, აკეთებს არანჟირებას და შენ ამაში გარკვეული თანხის გაღება არ გჭირდება, ხო? ეს ყველაფერი შენ მზად გაქვს. და რატომ არ ხარ ინდონეზე დღეს, ვთქვათ, ქართულ შოუ ბიზნესში თუ ქართულ ბაზარზე, რა დონეზე ცხობი არიან, ვინც იხდის ყველაფერს და მათთვის უფრო პრობლემატურია ეს საკითხი, ვიდრე შენთვის, შენ ყველაფერი მზად გაქვს. რატომ არ უწყობ ხელს შენს ირგვლივ შექმნილ პირობებს? იცი რა არისო, ცოტა ძალიან რთული მომენტია, იმიტომ რომ ფაქტიურად ამაში ყველა დამეთანხმება, რომ აუცილებელია გქონდეს ჯიბე, სქელი და რაღაცა და
რადგან ჯიბ ძმა წერს რატო სიმღერა არ არის ადრე იყო ის პერიოდი რომ რადიოში გავიდოდა სიმღერა და უცებ რაღაცა გახიტდებოდა ესე რომ ვთქვათ და აქედან გამომდინარე დღეს ჭირდება უკვე ამ სიმღერას კლიპი თორე რადიოში მარტო ხო იცი რა ხატია შენც რომ რადიოში მარტო სიმღერა არაფერს არ შვება ხო და აქედან გამომდინარე ჩვენთან რომ კლიპში ფული ჩადო კლიპში ფული რო ჩადო ან გადაიხადო ფაქტიურად დაკარგული არის იმიტომ რომ არა აქ მომღერალს ის შემოსავალი ასე ვთქვათ ახლა თუ ძალიან მაგარი ფულიანი ხარ და ბევრი ჯიბე ასე ვთქვათ უხეშად რო ვთქვათ რომ სავსე გაქვს აქედან გამომდინარე შენი სიამოვნების გულისთვის გადაიხდი ამ კლიპში თანხას და ისიამოვნებ და გაგიხარდება რომ შენ თავს დაინახავ ტელევიზიით. მეცაც გეტყვი, ტელევიზიებს არა აქვს დიდი პრეტენზიები, ასე რომ საკონცერტო ვარიანტებსაც დიდი სიამოვნებით უშვებენ და თუ შენ ახალ სიმღერებს შექმნი და კონცერტებზე სულ ახალ სიმღერებს, ჩათვალე რომ შენი ბაზისი გამდიდრდება. აი თუნდაც რატო არ წერო ახალ სიმღერებს? მართალია, იცი რა რომ მე არ ვიცით რა მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ რომ მე თვითონ არ მიყვარს ადამიანთან რაღაცა ალბათ მე უნდა დაურეკო და მე უნდა შევთავაზო კონცერტზე არ ვერ გეტყვი მართლა არ ვიცი მართალი ხარ რომ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ვიყო და არ ვიცი რატო ხდება პრინციპში ალბათ ჯობია რომ რაღაცა წლები გავიდეს და ნელ-ნელა შემოვიდეს ეს პოპულარობა შენში რადგან ორ თვეში ცოტა პოპულარობა ისეთია ანუ ზარმაცი ხომ არ ხარ არა თამამად შემიძლია თქვა რომ ზარმაცი არა ვარ იმიტომ რომ გიждები მუშაობის პროცესზე და ძალიან მიყვარს ახალი სიმღერის ჩაწერა იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი რაღაცა რა დროსაც სიამოვნებას ღებულობ და რა ვთქვა პრინციპში ეს არის ერთადერთი რაღაცა რომ აი ყველანაირად ვიცლები ახალი ენერგია შემოდის ახალი რაღაც ახალი იდეები არის არა ვარ ჩარჩოში და მიყვარს მუშაობის პროცესი სტუდიაში გასაგებია დიდი მადლობა არ ვიცი რატო ხდება მართლა არ ვიცი რომ რატომღაც ზემოთ ვერ მივდივარ იმიტომ რომ დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში საჭირო ბევრი თანხა პრინციპში რომ შემდეგ გავცრობად დაბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში ჩვენ დაბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენ დღევანდელი სტუმარია მომღერალი კახა კუხიანიძე გავგრძელოთ საუბარი რაღაც დამატება უნდა და კახას ხო ანუ არ იყო ამბოცურული ეს კითხვა რა ანუ რატო ვარ მე თქო გაჩერებული და ანუ მე მითხარი რომ არ ვაქტიურობ თუ რა ხდებაო ხო პრინციპში ის რა რომ მართალია რომ ფართო მასების წინაშე არ ვარ ანუ ასე თქო ყოველ დღე და ხშირად მაგრამ არსებობს ის მომენტი როდესაც შენ თავზე რაღაცას აკეთებ ანუ მუშაობ შენ თავზე თქო სახში მღერი ხო აქედან გამომდინარე კიდე ისეთ რაღაცაზე მუშაობ რაც თქო საქართველოს სტანდარტებში არ არის და ცოტა ფარგლებს გარეთ აპირებ რაღაცას აქედან გამომდინარე მე მგონი არ არის მომენტი რომ თქო მე მარტო დღეს ვფიქრობ მარტო პოპულარობაზე მე ვფიქრობ ჯერ ჩამოყალიბდი როგორც მომღერალი და მე უკვე პრინციპში პოპულარობაც მოვა გასაგებია დიდი მადლობა და შემდეგი კითხვა საღამოშდობის რადიო ფორტუნა პლუსი DJ გიგა ყველას მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელიწადი და რაც თავარია მინდა მიუბრუნდე ისევ აი ამ კითხვას რომელიც შენც მოსახებოდა კახა შენ ყავს ძმა რომელიც წერს სიმღერებს შენ ასევე გაქვს შენი საკუთარი სტუდია არა მარტო ძმა არის ხო ნუ რაც არის და ვინც არის და მაინტერესებს შენ ძმა გიწერს სიმღერებს ხო და ერთადერთი სიმღერა იყო ალერსი მინდა რომელიც გახდა ჰიტი დანარჩენი სიმღერები რომლებიც შენ იმღერე ნუ არც თუ ისეთი სმენადი არ არის ანუ არ არის ჰიტი და რატო გახდა ეს რატო არის ეს ასე როცა შენი ძმა სხვა მომღერლებს უწერს სიმღერებს და ეს სიმღერები ხდება პოპულარული და უფრო სმენად და შენ ვერ ასრულებ ამ სიმღერას ისე არა მე როგორც საჭიროა თუ შენი ძმა ვერ არა მე ეს აღნიშნე უკვე რომ ადრე იყო ის პერიოდი რომ თქვათ 4 წლის წინ არ იყო ბევრი კლიპები არ იყო ბევრი მომღერლები რადიოში გასვლისთანავე ანუ სიმღერა როგორც გავიდოდა ანუ შენ მომღერლები გიშლის რადიოს თუ კლიპები გიშლის ხავს თუ მომღერლები გამშნო ბოლომდე და მე მითხარი რამე ანუ მე ვამბობ იმას რომ ადრე 4 წლის წინ დაახლოებით ესე რადიოში სიმღერა როგორც გავიდოდა ფაქტიურად უკვე ხიტი იყო იმიტომ რომ ყველა უსმენდა რადიოს არა ამაში ვერ დაგეთანხმები სიმღერას გააჩნია რომ რა სიმღერა იქნება თუ კარგი სიმღერაა ის შესაბამისად ხდება ხიტი და თუ ცუდია ის არ გახდება არავითარად სმენადი და არადაინერად არ გახდება პოპულარი ფაქტია რომ იცი რა რომ ადრე იყო მარტო რადიო ძალიან დიდ გავლენას ახ დღეს უკვე იმდენი მუსიკალური არხი არის ფაქტია არსებობს რა და ადრე არ იყო ესეთი რაღაცა 4 წელს წინ დამეთანხმებით რომ მართლა არ იყო რომ ბევრი კლიპები რაღაცა არ იყო ფაქტიურად რადიო ახიტებდა სიმღერას. დღესაც ესეა, კახა მინდა გითხრა, არის ისეთი სიმღერები, რომელთაც არ აქვს. ეს სამისმენ, როგორ სიმღერებია? კახა, რომელიც ახლა გადის თუნდაც პირდ რადიოს საშუალებით. დუეტ საერთოდ არ აქვს. არ აქვს კლიპი, აი ეს
იგივე ნატო გელაშვილის დეკემბერი, რომელიც ათეულებში პირველად. საერთოდ კლიპი არ აქვს, არ უნდა სიმღერას კლიპი. სიმღერა თუ კარგია გახა, ხო? ის თავისთავად მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ თქვათ მე ვერ ვიტყვი, რომ ცუდი სიმღერაა, მე რასაც გვერი. ეს შენ შეიძლება შენ ფიქრობ ასე, მაგრამ სმენელი ფიქრობ რომ ასეა. იცი რა რომ საქმე რაშია, იცი რომ თავარია შენ მოგწონდეს რა პირველ რიგში. რა აუცილებელია გაინტერესებს თავისთვის სიმღერით არა, ერთი წამი მომისმინე. ბოლომდე მათქმევინე და მე ბატონო. პირველ რიგში გაინტერესებს რომ შენ იყო კმაყოფილი, თქვათ, რასაც ღერი და აუცილებელია რომ გაინტერესებს მსმენელის აზრი, ეს თავისთავად არის, მაგრამ ისიც გაინტერესებს მუსიკოსები, ცოტა რას ფიქრობენ ამ სიმღერაზე, ანუ შენზე თავისთავად, ხო და აქედან გამომდინარე, მე თავარი არ არის, მე ეგრე იცი რა ხიტდება? აბა რა. რაღაცა ისეთი ტანკლიტუნკლებიც ხიტდება, მაგრამ მე ტანკლიტუნკს ვერ მივღერებ. ა? რას მღერის თვითონ, რა სტილს მღერის თვითონ? არა, არ ვიცი რა. რატო არ ხიტდება, ახლა მაგას ვერ გეტყვი მართლა. იმიტომ რომ ვერ ვიტყვი, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თქვა რაღაცა ანუ არ დანაშაულებს საკუთარ თავს ამაში. ა? საკუთარ თავს არავითარ შემთხვევაში არ დანაშაულებს. კარგი. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რამდენად კომერციული ხარ აი დღესდღეობით შენ და რამდენად არის შენს დამი მოდი. ეხა გეტყვი რომ იმდენჯერ მითხარი რაღაცა რომ ჩემ თავს რაღაცა ეხება, ძალიან რთულია რომ შენ თავს საერთოდ ისაუბრო და. არა, რატო ეხლა ეს ისეთი კითხვა? არა, რთულია რომ შენ თავს ეს არა გასაგებია, მაგრამ აი რაც შეეხება ესეთ რაღაცას რომ შენ მე შეიძლება რაღაცა კითხვაზე გაგცე პასუხი, აი თქვა რაღაცა სიტუაციას, რაღაცა მოვლენაზე, რაღაცას, მაგრამ ის რომ მე ვისაუბრო ჩემ თავზე რომ რა თქვა კომერციული ვარ ძალიან და რაღაცა უკვე მე თვითონ რაღაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რთულია შენ თავს საუბარი თქო. თქვი და დამეთანხმებით მე მგონი რომ მე პირიქით მირჩევნია რომ თქვა სხვა რომ რა დონეზე ვარ კომერციული მომღერალი. არა, მე ამჯერად შენგან მაინტერესებდა პასუხი და პასუხი სამწუხაროდ ვერ ვიგე და ძალიან ცუდია. მე ერთ რამეს ვიტყვი რომ მე ვიცი რომ დარწმუნებული ვარ იმაში რომ ვარ მომღერალი, ჩემ ასაკთან შედარებით ვარ პროფესიონალი მომღერალი, იმიტომ რომ ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხო? არა, ჩემს ასაკთან შედარებით, იმიტომ რომ მაქვს არა, შენზე უფრო უმცროსი ასაკების ხალხიც მინახავს, რომელიც უფრო პროფესიონალები არიან, გაცილებით შენზე უფრო. არა, გასაგებია, მაგრამ ერთ წამი მომისმინე რა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე მაქვს თქვა მუსიკალური ნიჭი, მაქვს მენა, გენეტიკური, აბსოლუტურად გენეტიკური მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი და ყველა აბსოლუტურად იყო რაღაც მუსიკასთან ახლოს. აქედან გამომდინარე, ვიცი რომ შემიძლია ცოცხლად სიმღერა, ვიცი რომ შემიძლია სიმღერა რაღაცა, ხო? აქედან გამომდინარე, ვიცი რომ მე რო დავდგე სცენაზე ვიმღერებ ცოცხლად. არა, ეს გასაგებია, მაგრამ თავარია მსმენელს მისცე ხარისხიანი პროდუქცია. აი ეს არის. გეთანხმები, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი რომ უხარისხოს ბაზლები. მე არ მიმაჩნია. არა, როცა არ არის სიმღერა მსმენადი და პოპულარული, მე დამეთანხმე იმაში, რომ მაშინ ეს რატო გონია ეგრე? რატო გონია? ვიცი რატო? საერთოდ ძალიან რთულია თქვენთან სიმღერაზე და მუსიკას საუბარი. იცი რატო? იმიტომ რომ ფაქტურად ძალიან არის მუსიკას და ძალიან შორს ხარ და მაგიტომ იხდი. არა, მე მუსიკაში ძალიან კარგი ვარ და ვიცი რაც არის მუსიკა და სხვა რამე და მაგიტომ მართლა გეუბნები რა, იცი როგორ გეუბნები რომ რთულია ადამიანთა როცა მუსიკასთან შეხება არ აქვს. მართლა ძალიან რთულია რომ ისაუბრო იმაზე. არ მაქვს ხო შეხება. თუმცა გიგა დამეთანხმები არ ალბათ რომ მუსიკალური წამყვანები საერთოდ ყველაზე ახლოს არიან მსმენელთან და ყველაზე მეტად იციან თუ რა სიტყვა. წამყვანზე არ მე ვიცი ასე წამყვანსა და მუსიკოს შორის ძალიან დიდი განსხვავება. მართლა დამეთანხმები ხო, იმიტომ რომ და ერთიც თუ შეიძლება და დავამთავრებ ამით. ესე იგი არა გახეთქე. შენ ძალიან ხშირად გითხოვს შენ ძალიან ხშირად გითხოვს და არაერთხელ აღინიშნავს რომ აი მე კონცერტებიდან მიიღებენ, მე კონცერტებზე ბლოკავენ და ასე შემდეგ და რატომ ხდება ეს ასე? შენ გაქვს ცუდი ურთიერთობა და ცუდი დამოკიდებულება თვითონ ორგანიზატორებთან, რომლებიც აწყობენ კონცერტს, თუ თვითონ ორგანიზატორებს არ უნდათ შენი სცენაზე დააყენება? აბა ვინ? მაგას ვერ გეტყვი. არც. რო ვიცოდი ალბათ ამ პრობლემას მოვულიდი ალბათ. არ ვიცი, მე მაგას ვერ გაწევს. და არც გიცდია რომ გაგერკვია ეს პრობლემა? მომღერლისთვის ალბათ სცენა არის უპირველესი. შენ თვითონ ვიაცხადებ რომ იცი რა გეტყვი. დრო საერთოდ ყველაფერს კურნალია და აქედან გამომდინარე ნუ ალბათ 50 წელს რომ მიაწევ. ერთი წამი მომისმინე რა. ჯერჯერობით ერთი წამი იცი რა არის რომ მე ახლა ბევრ რამე პრობლემას გადავჭირ. რაც შეეხება შენს ნათქვამს რომ მე პრინციპში ვარ დაკავებული სწავლით. ვარ რაღაცა სხვა პრობლემებით დაკავებული. ძალიან მიყვარს სიმღერა. და სიმღერისთვის ვერ იცვლი იმდენ. ერთი წამი მომისმინე რომ. არა, ერთი წამი გაჩერდი, მაიკო, მაცე, შენი დროს მოვა თქო და. ანუ მე ყველანაირ პრობლემას მოვული, თქვათ, აი ამ ყველაფერ პატარ-პატარა პრობლემასაც გადავჭირ და დამთავრდება ჩემი სწავლა და რაღაცა. აქედან გამომდინარე, მე დავიწყებ იმაზე ზრუნვას, ავიყვანო მენეჯერი.
და მივხედო ამ საქმეს, იმიტომ რომ მე არსად არ მიჩქარება ვარ 21 წლის. კარგი, გასაგებია. გასაგებია. მაია, როგორც იქნა დადგა დრო. გეგირსა. მადლობა, უღრმესი მადლობა. მაია სიხარულიძე ახალი ჟურნალი. ჩამოწერილი შეკითხვები, მეგონა დილამდე მოგვიწევს აფშტობა. ნამდვილად, მაგრამ სანამ მანამ მე დავიწყებ ესე. ნუ შენ როგორც აი ამ შენს პატარა მინი დოსიეში წერია, სწავლობ უცხო ენებში საერთაშორისო ინტერნეტ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ხო? ნუ შესაბამისად უნდა იცოდე და გესმოდეს, რომ კრიტიკა ამდენად, რამდენად ჟურნალისტი ხარ, კრიტიკა უფრო თუნდაც შავი პიარი, უფრო სასარგებლოა მომღერლისთვის და აუცილებელიც კი, ვიდრე ვთქვათ იგივე რაღაც ისეთი მლიქვნელური და სიამტკბილობით სავსე მასალები. ეხლა რაც შეეხება სიტყვას, კონკრეტულად მე გადავალ კონკრეტულ თემაზე. ანუ შენ ხარ ჟურნალისტი, იცი თუ არა სიტყვა სამართლიანობა რას ნიშნავს? ძალიან გთხოვ, აი რაც შეიძლება მოკლედ და სწრაფად მიპასუხე, იმიტომ რომ მე უნდა გავაგრძელო კითხვა. საიდან მოუარა? სამართლიანობა? შენი გაგებით, რას ნიშნავს სიტყვა სამართლიანობა? სამართლიანობას. შენი გაგებით. სამართლიანობას. მოკლედ გითხარი ძალიან. კარგი, გასაგებია. ეხლა მაშინ გავაგრძელებ ესე კითხვას. შენ ხარ კიდე უსვამ ხას პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა წეღან აღნიშნე, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. ერთი წამ მომისმინე, ერთი მე ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე და ჯერჯერობით მე ვსწავლობ, მიხვდი რა ხდება? პროფესია შენი არის ჟურნალისტი. ჯერჯერობით, ანუ მე რა პროფესია გასაგებია, ხო, მე ვსწავლობ და რომ დავამთავრე, მე უკვე ჩემი პროფესია არის ჟურნალისტიკა და ინგლისური და იტალიური. მითი რომ მე სამი რაღაცა მაქვს ხაში და აქედან გამომდინარე მე რომელსაც კარგად დავეუფლები, ჩემი გადასაწყვეტია თქვა რას გავყვები და რა დონეზე ვიქნები კარგად. მიხვდი, ანუ სად უფრო კარგი ვიქნები, მაშინ ვიტყვი ჩემი პროფესია რა არის. ჯერ მე ვსწავლობ, მიხვდი რა ხდება? გასაგებია. მე ვაგრძელებ კითხვას, თუ დამთავრ ამ კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ერთმანეთს აუცილებლად. სამართლიანობის მნიშვნელობა მოკლედ თქვი რა მიკროფონი გიჭირავს, არ გეჩხუბებით. თუ დავხსნებას თქვი სამართლიანობის მნიშვნელობა, იცით თქვი რომ სავარაუდოდ მომავალში შეიძლება აერჩიო ჟურნალისტიკა, მაშინ ესე ვამკითხავს, კინოსა და მუსიკის ფესტივალზე შენ გახდი წლის საუკეთესო მომღერალი, ხო? შენი კონკურენტები ამ ფესტივალზე იყვნენ ანრი ჯოხაძე და გიგა კვენეტაძე, რომ ამ უკანასკნელმა ამ წელს სხვათა შორის ჩაატარა სოლო კონცერტი, ნუ ეხლა რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ნუ ამ ადამიანმა ჩაატარა სოლო კონცერტი, გამოუშვა რაღაც სიმღერების კრებული, ასე შემდეგ. შენ არ ყოფილხარ ნამდვილად ის ადამიანი, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ვინც შეიძლებოდა შენი თქვა კონკურენტების პირობაზე გამხდარიყო წლის მომღერალი მამაკაცი. აი რატომ აიღე ეს პრიზი და შენ ხარ გაითვალისწინე პროფესიით მომავალი ჟურნალისტი. ერთი სამი ჯერ ერთი მინდა რომ ცოტა დაწნარდი და ძალიან დაწნარდი და შეიძლება ისე მოვაპარაკე. მე ზოგადად აი შემართებით ხარ. იც რა მაინტერესებს რა რამ სიამოვნებს რომ სკოლისებს მიხარ რომ ძალიან რბილი ხარ და რაღაცა ისეთი ხანდახან ხო სისინა ხარ ხანდახან და ეხლა რომ ზაღები რაღაცა შემართებით ხარ. კაი გეტყვი მაგას, იმიტომ რომ ჟიურში მოგეხსენება იყო ვინ იყო გითხრა ჟიურში თუ არის? მე ვიცი ჟიურში ვინც იყო და ისიც ვიცი რა დონის ფესტივალი იყო. ისიც ვიცი რას არიგებდნენ და როგორ ხდებოდა ზოგადად. იქ იყო მომღერალი, რომელმაც პრიზზე თქვა უარი და შემდეგ თქვა ეს პრიზი მისცეს სხვა ადამიანს. აქედან გამომდინარე ფესტივალის დონეზე საუბარი უკვე ჩემი აზრით მეტისმეტად ესეთია, არ ღირს ამაზე დროის ხარჯვა. მაგრამ შენ ამ ფესტივალზე აიღე წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცის ტიტული. ამას იმსახურებდი? იცი რა არისო? არ ვიცი რა სიმღერით აიღო. არც ვიცი რა სიმღერით აიღო, საერთოდ. ერთი წამი გაჩერდი მაიკო, იმიტომ რომ მე მგონი ხა მუსიკას რაც შეეხება ეკა კვალიაშვილი, მე მგონი შენზე ბევრად კი არა და რაც შეეხება რომ ძალიან მაგარი მომღერალი არის, ეს აღნიშნოთ, ასევე გია მაჭარაშვილიც ძალიან მე მგონი უკვე მე არ მithოვია ჟიურის წევრების დაახასიათება. შენ როგორც მომღერალი და როგორც ჟურნალისტი იცი სამართლიანობის მნიშვნელობა. ხი იყავი თუ არა ღირსეული კანდიდატი, როდესაც ამ ფესტივალზე აიღე წელს 2003 წელს, უბრალოდ გასულ წელს საუკეთესო მომღერლის ტიტული. გასაგებია. ის ვიყავი ალბათ ხიშ და მაგიტო მომცეს. ეს შეგიძლია ჟიურის წევრებს. მაინტერესებს რა გააკეთე 2003 წელს. რატო გავაკეთე რა ეხა მართალია სოლო
კონცერტი ლიობით ვილაპარაკოთ, უფრო ლამაზად ჭირს ხანდახან და არ ჩამიწერია სოლო კონცერტი. არ ჩამიტარებია სოლო კონცერტი მართალია. არ ყოფილვარ ძალიან ნოყიერი და ძალიან აქტიური, მაგრამ რაც გავაკეთე, ალბათ ფარგლებში გავაკეთე და ჟიურის წევრებს ალბათ მოეწონა და მაგიტომ მომწეს თორე რაც შეეხება ჩაწყობებს, მეორე ჩაწყობების შემეძლოს, მაშინ კონცერტებზე ძალიან ბევრი ჯერ ვიქნებოდი და ასევე ტელევიზიით. აი, თემა იყო რაც გიგამ. ასევე ტელევიზიითაც და აქედან გამომდინარე შეგიძლია ეს კითხვა დაუსვა ჟიურის წევრებს. ანუ შენ თქვი რომ იყავი ღირსეული. პასუხს მიღე. რა თქმა უნდა, მე ალბათ თუ ისინი მიკროფონში ხო? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ვიცით ფესტივალები რა დონეზეც ტარდება და უფრო მეგობრული და ამხანაგური ეხლა რა შეეხება იცი რა ხდება ჯილდოების ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრა რომ მეგობრულს და ამხანაგურს რა შეეხება აქ მე მგონი მე ნამდვილად არ ვიცი ეხლა იმ ფესტივალზე შენი მეგობარი ვინ იყო საქმეც მაგაშია რომ იცი რა ერთ რაღაცას გასწავლი გიგა იმიტომ რომ ჟურნალისტიკაში მასწავლი მაქვს როცა არ აქვს ინფორმაცია მოპოვებული სუფთა წყაროდან არ უნდა თქვა ის დადასტურება. მე ზოგადად თქვი ამ ფესტივალს არ შევხედი, რომ მე უბრალოდ ზოგადად. არ უნდა თქვა დადასტურებით. ერთ რაღაცას დადასტურებით არ მე ზოგადად თქვი, უბრალოდ ამ ფესტივალს არ შევხედი. ისე გაუსვი ხაზი თითქოს რაღაცა ჩაწყობა ახსენდა. მე მგონი ჯობია თუ ამ საკითხს თვითონ ჟიურის წევრებთან გაარკვევთ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან მეცნიერება რაზე უნდა ვილაპარაკო, რაღაცა მე თუ ღირსი ვიყავ და ყოფილი ადამიანი და მე მგონი გასაგებია. ეს საკითხი გავარკვევთ. ნანა არჩვენზე შემდეგ შეგიძლიათ თვითონ დადგა. ნანა არჩვენზე ეხლა შენი დროა. ესე იგი, დაიწყეს ძალიან საკმაოდ თავდაბლობით, ანუ საკმაოდ გამოხატავთ თავდაბლობას. და გააგრძელე ამბიციურობით, როგორც ვიცი, ხა მე არ გიცნობდი და ამბიციური განცხადებებით. მე მართალი გითხრა, კითხვა არ ქონდა, შეიძლება ჩემი სირცხულია, მაგრამ მოვედი უბრალოდ არ გიცნობდი და შესაბამისად რაღაც წარმოდგენა ბუნდოვანი მქონდა, თუმცა უცებ გაირკვა ყველაფერი. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ თუ თავდაბალი ხარ და შენ ამბობ, რომ უბრალოდ გიკვირს, რატომ მოგიწვიეს პრესპრესში, არის ერთი საშუალება, რომ უარი თქვა, იმიტომ რომ თქვა უბრალოდ უპასუხო, რომ იცით რა, მე სათქმელი არაფერი არ აქვს, რადგან შენ აქ მოხვედი, ჩაჯექი მაგ სავარძელში. ესე იგი შენ თვლი რომ პასუხი გასაცემი გაქვს, ანუ გასაგებია და მაგაში გაქცემ აუცილებლად. ხო, ერთი წამი დავასრულებ ანუ ჩემას, ლუკამაც რო თქვა რომ ანუ სცენაზე როგორც კი ფეხს ადგავ, ეს უკვე ნიშნავს რომ შენ რაღაცა ამბიცია უკვე გიჩდება, იმიტომ რომ მე მაგალითად სცენაზე არ ავდივარ, არ მიმღერია არასდროს, ამის ამბიცია არ აქვს. სხვა შორის არ მგონი რომ ცუდად. და გავაგრძელებ, ესე იგი თავდაბალი არ ახარ. მე ამბობ რომ შენ ძიების პროცესში ხარ. მე ისე ვთქვი რომ შენ ჟურნალისტიკასა და სიმღერას შორის უბრალოდ პროფესია ჯერ არ ასე ვთქვათ, პროფესია ჯერ არ აგირჩევი. არა, სიმღერას შორის ანუ შენ ჩამოყალიბდები ერთი წამი დავასრულებ, შენ ჩამოყალიბდები შედარებით თან პროფესიონალი. შენ ჩამოყალიბდები. არა, სიმღერას შორის არ მითქვა. მე ვთქვი რომ ანუ ინგლისური, იტალიური და ჟურნალისტიკას სწავლობ ერთად, ხო? და ამ სამში გავაკეთებ არჩევანს, რომ ვიცი რომ, იმიტომ რომ მე აღნიშნე რომ ბავშვობიდან მიყვარს საერთოდ სიმღერა და ძალიან მიყვარს და ვარ მომღერალი და პირველ რიგში პირველ დიდი ადგილი უკავია სიმღერას და ანუ რასაც სწავლობ დანარჩენში გავაკეთებ არჩევანს, რომ მივხვდი რა თქმა უნდა. სხვა რამეს იძახი, ჯერი არა, იმას საკუთარ თავს გავიწყდება. ხო, ეხლა ისევ დასაწყის დაუბრუნდეთ, შენ რომ თქვი რომ შენ გაქვს ცოტა სიმღერა, ანუ სათქმელი არაფერი არ გაქვს, თუმცა აქვე თქვი ისიც ცოტა მოგვიანებით რომ ხარ პროფესიონალი. მოკლედ საკუთარ თავს ძალიან ეწინააღმდეგები და კითხვებით შესაბამისად ამის და მიხედვით რაც თქვი, იმის და მიხედვით გამიჩნდა. კაი, გეტყვი ახლა. და კიდევ ახლა ყველაფერზე ხომ მეტყვი და ვერ დავიმახსოვრებ და ჯობია რომ შეგახსენებ და დავიწყოთ იქიდან რომ შენ ბავშვობაში უსმენდი აქ დოსიაში წერია იტალიურ ესტრადას. იტალიურ ესტრადას ძალიან მაინტერესებს. ხო, თუ 7 წლამდე უსმენდი, მაშინ არ აგეღნიშნა. ხა 5 წლის ასაკში ან არა, ესე მითხრა და მეც ჩამოწერე. კრიჭი მაკრატელს წერით ხოლმე, მაგრამ ერთი წამი მომისმენე, იმიტომ რომ მე რაც მითხრეს ისე ჩამოწერე. ანუ 7 წლამდე დაახლოებით უსმენდი იტალიურ ესტრადას, რადგან დედაჩემ ძალიან უყვარს და თავისთავად მე უკვე ჩემი რაც მომინდა და მე რაც მე რისი სურვილის გამიშნა ფაქტურად იმას უსმენდი და აქ კიდე რა უნდა ვკითხრა? მეც რაღაც ბევრი მითხრა. თვლი რომ პროფესიონალი ხარ. ხო, გეტყვი. 12 სიმღერა ჩაწერე. შენ ისევ თქვი რომ 21 წლის ხარ და ჯერ კიდევ პატარა ხარ და 50 წლამდე ჩამოყალიბების პროცესში იქნები. აი, რატო ხარ პროფესიონალი? ამიხსენი, რატო ხარ პროფესიონალი და ერთი წამი, იცი არ მაინტერესებს რომ იმას არ უსვავ ხალხს რომ მე ჩემს ასაკთან შედარებით გავაწითო, ხო ძალიან? ჩემს ასაკთან შედარებით ვარ პროფესიონალი. მე მგონი, იმიტომ რომ მე შემიძლია დავდგე ვიმღეროთ ცოცხალი სიმღერა, მე ამის
ამის ჯერა, იმიტომ რომ ესია რა, თუ ღერი მაშინ უნდა იცოდე შენი თავი. ასაკი პროფესიონალიზმი, ასაკი რაღაც პროფესიონალი კახა რას ნიშნავს? პროფესიონალი ან ხარ, ან არ ხარ. ასაკი აქ არა, რა თქმა უნდა, ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ 21 წლის ასაკში რო გრძნო პროფესიონალი, როგორიც ხარ და ისეთი რო დარჩე, ანუ მე 2 წელიწადში მე შევატყობ ჩემ თავს, რომ მაშინ სხვანაირად ვაზროვნებ, ანუ სხვანაირი შეხედულება მქონდა სიმღერის მიმართ და ფაქტიურად იზრდები, გაიგე, მთავარია გაიზარდო. შეიძლება პროფესიონალი დაიხვეწოს, ანუ ხო, ანუ გაიზარდოს. დახვეწას გულისხმობ, იხდი რა. ეგ გასაგებია, მაგრამ რომ ჩემს ასაკთან შედარებით, კაი, შევატრიალე, მაშინ ჩემს ასაკთან შედარებით, თუ ესე დახვეწა გინდა რომ თქვა, ჩემს ასაკთან შედარებით ვარ დახვეწილი პროფესიონალი მომღერალი და უფრო დავიხვეწები წლების შემდეგ. ანუ პროფესიონალი ხარ. მაშინ ამიხსენი რატომ ხარ პროფესიონალი? უბრალოდ კითხვა ესე, ამიხსენი. თან მithumetes ერთი კითხვაც კიდევ რომ შენ ამბობ რომ რატო უგრძნობ, იცით, ჯერ ერთ კითხვაზე კი პასუხობ, იმიტომ რომ ბევრი ერთო ძალიან ბევრი მერე ვარ რაღაცა. ანუ იმიტომ უგრძნობ თავს პროფესიონალად, რომ სტუდიაში შესვლისთანავე, როცა ახალ სიმღერას წერ, ყოველთვის მიხდება, ამას პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს, ღამის 2 საათზე დაწყება სიმღერის ჩაწერისას. მისმინეთ რა გეხვეწებით. ხო, და რაც ავარია, რომ სიმღერის აზრზე არა ვარ, ტექსტი მიკავია ხელში და დაახლოებით თავის ბექ ვოკალით ყველაფერი ხდება საათ-ნახევარში მაქსიმუმ ჩაწერა, იმიტომ რომ შემიძლია სიმღერა მოვისმინო და უცებ ინტერპრეტაციის უნარი, როცა გაქვს ადამიან ძალიან დიდი რაღაცაა, იმიტომ რომ არ გჭირდება ვიღაცის თქმა, რომ ეს ასე იმღერა, ის ასე იმღერა. შენი როდესაც გაგაჩნია, რომ შენ თვითონ იაზროვნო, როგორ უნდა იმღერო, თქვა, ესა თუ ის სიმღერა, აქედან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი რაღაცაა და ფაქტია, რომ პროფესიონალიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია და თვისებაა, ხო? დამეთანხმები, ხო ამაში? იმიტომ რომ შენ როცა თვლი, თან ბავშვობიდან როცა თვლი, თუ როგორ იმღერო სიმღერა და თქვა არა ხარ იმაზე დამოკიდებული, რომ სხვა მგითხრას, რა თქმა უნდა, აუცილებელია სხვისი კრიტიკა, სხვისი შენიშვნა გააჩნია პრინციპში ვინ გეტყვის, მაგრამ ანუ შენით რო წერ სიმღერას და არ გჭირდება ადამიანის დახმარება იმ დროს, ეს ძალიან დიდი რაღაცაა, ხო და მით უმეტეს საათ-ნახევარში რო წერ და ტექსტი გასაგებია, სიმღერა რო არის იცით, ან ეს ხო დიდი რაღაცაა თავისთავად, ხო? გასაგებია, რაც ახსენი, თუმცა ეს ერთი მხარეა ამ ყველაფრის, ანუ ეს არის კულისები. მე კიდევ ხედავ გარეთ რაც არის, ანუ კულისებს, ანუ სცენაზე რაც არის. მე ვხედავ იმას, რომ შენ კონცერტებზე ხშირად არ გიწევენ, მე ვხედავ იმას, რომ ანუ არა ხარ ძალიან, ანუ ცნობილი არა ხარ. ეს აუღნიშნე რა. ხო, მე ვხედავ იმას, რომ შენ გაქვს ხოლმე 12 სიმღერა და მე ვხედავ იმას, რომ ამ 12-დან 2, აი მართალი გითხრა, უბრალოდ ახლა ვერც გავიხსენებ, 2-ს ვერც და ვერც ვიღებ. იცი რა ხდება, 12 სიმღერა, ანუ მაქვს, იმიტომ რომ 12 სიმღერა მაქვს საალბომო სიმღერა და ეს ალბომი მაქვს სახში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ მაწყობს ალბომის გამოშვება, იმიტომ რომ უნდა იყოს მაღაზიაში დადებული, ხო, ჩვეულებრივ, ანუ გაყიდვაში არ მაწყობს და იქნება იმის დრო, ჯერა რომ რაღაცა გაყიდვაში გავა და გაიყიდება. შემაჯამებელი, თუ შენ ხარ პროფესიონალი მომღერალი. შენ კი თქვი, რომ მე არ ვიციო კონცერტებზე რატო არ მიწვევენო და ანუ ესე უპასუხე. თუ შენ ხთვლი, რომ ხარ პროფესიონალი მომღერალი, რატომ არ ხარ პოპულარული და რატომ არ გიწვევენ კონცერტებზე? მე მგონი ვერ ხსნი, ვერ გავიგე. ეხლა გეტყვი, კარგად ავხსნი, უფრო რომ გაიგო მაშინ ქართულ ენას. ისე რა თქმა უნდა ხუმრობთ, არ გეწყინოს. იცი რა რომ ფაქტია, რომ აუცილებელია კლიპები, ფაქტია, რომ აუცილებელია თანხა დედოს, იმიტომ რომ კლიპი გადაიღო და გაუშვა ეთერის საშუალებით და თავისთავად პოპულარობა მოხმობა და დაგიძახებენ ბევრ კონცერტებზე, ამას მე მგონია ვერავინ ვერ უარყოფთ, რომ ეს ასე არ არის. და აქედან გამომდინარე მე ეს მაკლია პრინციპში. მაინც კლიპებს ვაბრალებთ ისე. სამ მინუტში გავაგზავნოთ გადაცემაში რეკლამის დრო. გრძელდება talk-show press-ი, ჩვენი დღევანდელი სტუმარია მომღერალი კახა კუხიანიძე და გავაგრძელოთ შეწყვეტილი საუბარი. ნანასთან ვახსენებთ, ხო? ნანასთან. ნანა? კაი. ანუ მე ვამბობ უკეთესად აღხსნი რა ხო, კიდე. მე ვამბობ იმას, რომ ცხოვრება. ანუ მე რატო არა ვარ, ანუ ხშირად კონცერტებზე, ხო, ამას მე ხო, იცი რა, მართლა აბრალებ კლიპებს, ამ ყველაფერს. კლიპი არ არის, მხოლოდ გადამწყვეტ, ეს ერთ-ერთი დამხმარე საშუალება. აქ არის სხვა ბევრი ელემენტი. იქნებ კონცერტზე რომ გამოხვიდე, ბევრ ხალხს ბევრ ხალხს არა, სხვაგან მიდიხარ ძალიან და მოდი უცებ გეტყვი. მაშინ მარტო კლიპს უნდა აბრალო. არა, მარტო კლიპს პირველ რიგში რომ თქვი რომ კლიპი არა მაქვს, მეორე რიგში აღვნიშნოთ ის რომ თქვი რომ ვაპირებ მენეჯერის აყვანას, რაც აუცილებელია, იმიტომ რომ პროდიუსერი და მენეჯერი აგვარებს იმ საქმეს, რაც
თქვათ მომღერლისგან ცოტა უხერხული მომენტია რომ ირბინო და აკეთო ის საქმე რაც ეხება მენეჯერს და პროდიუსერს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ასე ვთქვათ უფლება და ყველაფერი არის მენეჯერი და პროდიუსერი და ალბათ ეს არა მაქვს და ამიტომ აქედან გამომდინარე არა ვარ ხშირად კონცერტებზე, იქ გაზეთებში წინაყდაზე, იქ რაღაცა, აქედან გამომდინარე არ მყავს პრესეტაში. წინაყდაზე, იმიტომ არ ხარ პოპულარული და შენ რო გარეკანზე გაგიშვათ, არ გაიყიდება ჟურნალი. მაგას ვამბობ რომ არო მე რომ მენეჯერი მყავდეს და პროდიუსერი თავისთავად ის იზრუნებს რომ გავხდე პოპულარული, გამოვიდე ბევრ კონცერტებზე, თქვათ ვიყო ათეულებში, აქედან გამომდინარე წამო მე გარეთ აყდა და რაღაცა. მიხდი რას ვამბობ რომ ეს პროდიუსერის დამსახურება არ არის, ეს არის ხალხის დამსახურება, რომელიც ხალხს უნდა მოგისმეს, იყიდეს შენს კასეტას და შესაბამისად რეიტინგსაც აგიმართებს. მე გამოჩნდები იმაზე. პერიოდი ხო გქონდა იმის სურვილი, პრეტენზია, ამბიცია, რომ თქვათ იგივე ყდაზე ყოფილიყავი და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ისიც მინდა გითხრა, რომ შენ კლიპი გააქვს, ორი კლიპი გაქვს, მე მგონი გადაღებული და ესეც საკმარისია. დავასრულო რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აკეთებს ეს ყველაფერს აკეთებს მენეჯერი და პროდიუსერი, რაც მე არ ამყავს ფაქტიურად, იმიტომ რომ ეს აგვარებს გაიგე და აქედან გამომდინარე მე არა ვარ ასე ვთქვათ ძალიან პოპულარული. აი 13 წელი ხო არის რაც შოუ ბიზნესში ხარ? არა 8 წელია დაახლოებით აქამდე მოვდიოდა. მე იცი ახლა. თუ მეტეს 8 წლის განმავლობაში არა, ერთი წამი მომისმინე. მე მენეჯერი თუ შენ ვერ აგვარებ ამ საქმეს. არა, გეხოცა. არა. 8 წელი მენეჯერი და 50 წლის რო გახდება მე ეყოლება პროდიუსერი. ერთი წამი. რასაც არის ძიების პროცესი? იცი რა მაინტერესებს რომ მე რო გისმენ თქვენ რატო არა გაქვთ იმის ასე ვთქვათ კულტურა უხეშად კი არ ვამბობ არ გეწყინოთ, იმიტომ რომ მეც უნდა მომისმინოთ. არა, ჩვენ უნდა დაგვამთავრებინო შეკითხვა და მე ორი ლაპარაკობ და რომელს გავცე პასუხი მართლა არ ვიცი, ლუკა გაეცი პასუხი და გისმენ. გისმენ. დაიხასე დავდი. ხო. რატო გიყვარს ეს ლუებით საუბარი? უფრო ლამაზად. პრიკრივაიცა, ისე ლუებით ლაპარაკობს და ეხლა უბრალოდ ხუმრობაში გავა. არა, უფრო ლამაზად ჭირს. რა მითხარით? რომელმა რა მითხარით, ვეღარ გავიგე. ხო, რაღაცა. მე მგონი შენ საუბრობდი და დაასრულე მენეჯერი და პროდიუსერი. არა, საჭიროა გავიგე. და всё ეს არის. კი, ყველა მიცის რომ მენეჯერი და პროდიუსერი საჭირო. მე მაინტერესებს კლიპთან დაკავშირებით კითხვა, ეს კიკალას გადაღებული კლიპი გაქვს, შენ კლიპი არ არის. აი ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი. ანუ κλიპი არ არის. სად ლიფტში ხარ, კარადაში ხარ, სად ხარ ვერ გავიგე, მართალი. კაი არა ვერ გავიგე და ამაზე ლაპარაკი არის. რატო არის კაი ვერ გავიგე? გეტყვი, იცი რა. თეთრი ღამეა. ეს საერთოდ ეს თეთრ ღამეზე საუბარი. ვიდეო რგოლი, დავარქოთ ვიდეო რგოლი, უნდა გასულიყო ახალი წლის გამეს მე-9 არხზე, საახალწლო პროექტი იყო რაღაცა, გადაცემა. აქედან გამომდინარე რაღაცა მე-9 არხი დაიხურა თუ ჩაიშალა რაღაცა ეს პროექტი აღარ მახსოვს, ეს იყო გადაღებული და მე ღირსა დაახლოებით გაზაფხულზე და აღარ რაც ქვია, მოგწონს ეს ვიდეო რგოლი, იმიტომ რომ შენ ერთი კლიპი დაბლოკე მანამდე, რამდენადაც მე ვიცი. ხო და მე იცი რა და ანუ ისიც დაგებლოკე, იმიტომ რომ ნუ ვერ გაიგებ ადამიანი. მე ხო არ მივიცი ამისთვის რაღაცა კლიპის სახე, მე ხო ამ კლიპის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ ეს კლიპი არ არის, ეს არის ერთ-ერთი ვიდეო რგოლი. იხდი რა ხდება? ანუ კარადაში შეჯექით გადაიღე. ხო რაღაცა ესეთი იყო სიუჟეტი. არ ქვით მე ამას რომ არ არის. იყო ესეთი რაღაცა სპეციალური თვითონ პროექტში აღარ ვისაუბრებ ამაზე ძალიან თვითონ. ესე იგი ასე ვერ გავფრინდებით ნამდვილად და ასე ვერ გახდები პოპულარული თუ ესეთი კლიპების ჩვენ რა შუაში ვართ. მაგრამ ერთი რაღაც მარტო იმიტომ ხომ არა რომ ხელცხრიანში მოხოდრილი იყო. ხო ალბათ. თუნდაც მარტო. არა, ეს იყო გეუბნებით რომ აი საახალწლო პროექტი. თუმცა მე-9-ზე ტრიალებდა. არა, მე-9-ზე არ ტრიალებდა, გადიოდა მაესტროზე. რჩევა მინდა თქვა, რომ რჩევას ვამბობ, იმას კი არ გეუბნებოდი რაღაც. არა, მაესტროზე სკოლასანაც. რჩევას გეუბნებოდი, რომ აი ესეთი რაღაცა კლიპის მაგვარი წარმონაქმნით ვერ გახდები პოპულარული. ამას რჩევისთვის გეუბნები. თუ პროდიუსერია, ეს უნდა ყოფილიყო რა, უფრო მარტივი რგოლებითაც ხდებიან ნიჭიერი. ნუ ეს რაღაც არ გაუმართლა ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ახლა სიმღერა არ არის ისეთი რა ქვია. არა, კარგიზე არ ვამბობ, ვიცი რა, კარგი სიმღერა. ხიტავოი სიმღერა, იცი რა, რატო არ გეს? სიმღერა ბევრნაირი არსებობს, არსებობს დიდი თაობისთვის, საშუალო თაობისთვის, თინეიჯერ მოზარდი თაობისთვის. ეს არის ისეთ სიმღერა, ბალადა არის სტილი, თუ ერკვევი ამ მიმდინარეობაში, არის ბალადა და ისეთ სიმღერაა, რომ თქვა უფროს თაობა ძალიან მოსწონს. რა შეიძლება შენს პირველ კითხვა? ესე იგი პირველი ასაკთან დაკავშირებით
რობერტინო ლორეტი გახსოვს ალბათ რა ასაკში იყო უკვე პროფესიონალი და ალბათ ესე რომ გაეგრძელებია უკეთესი იქნებოდა ზეკეტა რას გამახსენდა ხო ესე იგი მე რაც მაინტერესებს შენ აღნიშნე რომ პროფესიონალი ვარო თუნდაც იმიტომ რომ საათნახევარში შემიძლია სიმღერის ჩაწერაო მე მგონი ცოტა მეტი დრო რა დავთმო შეიძლება უფრო პოპულარული გახდა ესეც არის ხო რაღაც არა მაგრაშაშია საერთოდ ნუ რაღაც ისე აღნიშნე და მე მაინტერესებს აი როცა გიგაკვერტ შენ ოპონენტებზე საუბარი ამ დაჯილდოებაზე ეს იყო გიგაკვერტი და ანდრე ჯოხაძე და მაინც და მაინც სოლიო კონცერტი და გიგაკვერტი დაუკავშირე იმიტომ რომ მე რაღაც ვერ ხედავ გიგაკვერტიზე ჩემთვის დასაცინი მომღერალი არ არის ხო ვინდაც ხო და არ ვიცი რაღაც გიგასთან მიმართებაში მოხდა ეს ლივები და არა თქვა თუ მე ვერ გავიგე არა თემას მე მგონი ეს უბრალოდ ზოგადად არა ზოგადად იყო იმიტომ რომ როგორც შენ არ იყავ პრინციპში რომ მოვედი იმიტომ რომ ყველას ხარ რომ ლივებით ვილაპარაკოთ ლამაზად ჭხერს ყველას მოუწოდე თორე რა სულელია კარგი რეალიტეტი შეიძლება ხალხმოწვევა იყოს კარგია რომ ერთი უბრალოდ რაღაცა ისეთი და ერთი კითხვა კიდევ მაინტერესებს ხო ხდება რა ხდება რომ ფაქტიურად ისე ხდება რომ ვერცეთ ვერ გისმე და ვერ გავიგე ხადიამ დაამთავროს და მე დაშო ხო ძალიან რთულია რომ მე ვერ გებულობ იმიტომ რომ ეს უპასუხოთ მუსიკალური წამყვანებს მე მგონი აქვთ უფლება გააკრიტიკონ მომღერლები იმიტომ რომ ის სოციოლოგიური გამოკითხვები თუ პოპულარიზაცია სწორედ მათზეა პირდაპირ პროპორციული ასე რომ გიგას როცა რაღაცა სიტყვის და მათ შორის კიდე ის ადამიანები ვინც ვართ მუსიკასთან ახლოს ხო და ჟურნალისტები ვინც შოუ ბიზნესს ემსახურება და კიდე ერთი ჟურნალების ყდაზეო ხო რო აღნიშნე მე მგონი ოსკარი საკმაოდ გემსახურებოდა შეიძლება პოპულარიზაციას დიდ არა ვარ განებიურებული ნამდვილად გეტყვი იმას რომ არ ყოფილა ფაქტია რომ თავს დავდებ რომ ჟურნალისტ გარდა ყდაზე არასოდეს მაგრამ ოსკარი არასოდეს ოსკარი თუ გინდათ ერთად გადავათვალიეროთ. რაღაცა მახსოვს შენი სახლიც იყო ერთხელ. არა, ეს შიგნითა გვერდები რამდენიც გინდა ბევრი არის, იმიტომ რომ ეს თავიანთი ინიციატივით ხაზე როგორ არ ყოფილხარ? ჩვენ ჟურნალში ხო იყავ? იცი როდის ვიყავი? 2 წლის წინ. 2 წლის წინ და მე მგონი მას მერე შეაჩერე საერთოდ შენ ყველაფერი. მოდი შევთანხმდით. სოდი ფეხი გონია. მართლა გეტყვი ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ფაქტია რომ მართლა 2 წელს ვიყავი თბილისელების უკანა ყდაზე ეს მახსოვს. მე უკანა ყდა იცი რა კარგია კაცო. ხო, გასაგებია რა. ანუ მე მე სულ უკანა ყდაზე ვარ. არა, იცი რა რომ უკანა ყდა უკეთესად მუშაობს რო იცოდე შენ. გასაგებია, მაგრამ დღეს მე იმ ადგილზე არა ვარ და იმ საფეხურზე არა ვარ და ყოველდღე წინა ყდაზე, ანუ თვეში ერთხელ მაინც წინა ყდაზე ვარ. არა, მოდი შევთანხმდეთ რომ დღეს შენ პოპულარული არ ხარ. რა თქმა უნდა, მე ამას ვამბობ. კახა. და მაგითო გამეკიდა დღეს რატომ? რომელიც შენ რაღაცა ყურებშუა გაატარე, ასე ვთქვათ, რომელიც გიგამ დაგისვა კომერციულობასთან დაკავშირებით. მე ესეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ რაღაცა გაურბი შენ ამას და ზოგადად მაინტერესებს აზრი. ანუ ამ კომერციულობას როგორ უყურებ? სამარცხვინოა ეს? არა, რაც სისულელია, იმიტომ რომ კომერციული მომღერალი საერთოდ ბევრნაირი ხარისხოვანია. თავარია იყო კაი ხარისხის და პრინციპში მე ვიტყვი იმას, რომ მე ვარ კომერციული მომღერალი, შემიძლია გავაკეთო კომერციული მუსიკა, ანუ დღეს რაც იყიდება მაღალი ხარისხის, ამას რატო არ აკეთებ? რომ მე არ ამყავს მენეჯერი, არ ამაქვს. მე მგონი ამ შეკითხვას გავეცი, გასაგებია და პროდუცერი. თანხებზე რაღაცა მენეჯერზე, რატო დამეთანხმდით? იცი, ერთი კახა შენ შეგიძლია მიმართო საკუთარ ძმას და მან შეითავსოს. ბოლოს და ბოლოს შენი პროდიუსერობა ან მენეჯერობა და დაგეგმოს რაღაც. ხათია ჯობია რომ ცოტა ხმამაღლა თქვა, იმიტომ რომ არის. გიგას არც ალია. ძმას აუცილებელია მენეჯერი, ამაში დამეთანხმება. მაგრამ ძმას ძალიან იმისთვის რომ სხვებს დაუწეროს უფრო კარგი სიმღერა და უფრო პოპულარული გახდეს. რატო გონია რომ მე ნაკლებს მიწერ ჩემი ძმა? არ არის შენი სიმღერები კახა პოპულარული და იმიტომ მე გითხარი უკვე რატო არ არის პოპულარული. ამაზე გავეცით მას. გასაგებია და კიდე ერთი კითხვა. არა, აღარ მსურს საუბარი და კიდევ ერთი კითხვა. კლიპთან დაკავშირებით, რომელიც შენ გადაიხე ეს იყო ალერსი მინდა და რატომ დაბლოკე ეს კლიპი? რეჟისორის ნამუშევარი არ მოგეწონა თვითონ თუ შენ ვერ მეგობრობ კამერასთან ისე როგორც საჭიროა? არა, ერთი წამი გეტყვი. მე და კამერა ძალიან მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ვიცი რომ მთელი ცხოვრება კამერა ჩემი მეგობარი იქნება. რაზეც ბოლო კლიპზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. აქედან გამომდინარე იყო პირველი კლიპი ისეთ სიმღერაზე, რომელიც სიმღერა ძალიან ის სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარდა პრინციპში რადიო მსმენელს და მინდოდა ყოფილიყო ძალიან კარგი, იმიტომ რომ სიმღერა ისეთი არის რაღაცა როგორ თქვა კარგი მოსასმენ თუ კარგი გინდოდა რომ კლიპი გამოსულიყო, მაშინ მიგემართა უფრო კარგი კლიპმეიკერისთვის და გადაგიღებ და კარგ კლიპს. თამნა სულამანიძე, ხო. და აქედან გამომდინარე არ მომეწონა და არ გავუშვი, იმიტომ რომ ვიფიქრე პირველი კლიპი არ მინდა გავუშვოთ ცუდი და რაღაცა მაყურებელს, ანუ მე ვიყავი ძალიან ცუდად,
მე კლიპი თლიანობაში არც მომეწონა ფაქტიურად და არ მოგწონ შენ უმაკონში შიშველი ეს არც ხო მაგრამ ძალიან რთულია რომ ხო ორი კლიპი სახში დაიდო და ამდენი ფული გადაყრილი კონდეს ხო ხო მართალი ხარ მაგრამ არ მოგწონს პრინციპში სანამ მე უმაკონში შიშველი გავუშვი ტელევიზიით მანამდე მე უკვე ხალხის მიმართ წარმსგარი ვიყავი თუნდაც რაღაცა ტელევიზიის სახით და ახლა აქედან გამომდინარე მეორე კლიპსაც ვერ დავიდებდი სახში. მე უმაკოსის შიშვლეზე არ ვამბობ არაფერს. იმ დროს ძალიან კარგი კლიპი იყო და უბრალოდ მე დღეს აღარ მომწონს, იმიტომ რომ ვარ ძალიან პატარა, არის 4 წლის ინედელის კლიპი და რაც შეეხება ამ კლიპს, მე უკვე იმიტომ აღარ მოსწონს ამ თემაზე საუბარი, რომ ფაქტიურად დღეს გადაცემა მიდის რაზე იცი, იმიტომ რომ რაზეც მე პასუხი მაქვს ბევრ კითხვაზე გაცემული თუნდაც ინტერვიუში. არა კლიპს არა ინტერვიუ. ჩვენ არ აქვს საკითხი შენ ინტერვიუები, იმიტომ რომ არ არის ამ კლიპზე ვარ. ახლა მაშინ დასმის საშუალება გაქვს. ერთი წამი მე ამ კლიპთან დაკავშირებით ვამბობ. ორივე კლიპზე მაქვს უკვე ბევრჯერ მაქვს იცი რა არის რომ 4 წელია თითქმის ეს კითხვები არსებობს ინტერვიუს სახით. ამ ორ კლიპზე არის და უბრალოდ არ შეიძლება ესეთი კითხვები დამისვა და დრო წაიღოს ამ კითხვებმა, რადგან ახლა არაფერი არ აქვს გაკეთებული. და ამასაც ესე იგი კლიპმეიკერებს ვაბრალებთ, რომ კლიპებიც კარგი არ გამოდის. არა, მეორე კლიპზე მე არ ვამბობ, რომ ცუდი კლიპია. მე ლევან ტორონჯაძეს ძალიან დიდ პატივს მე არ მომწონს ჩემი თავი დღეს რო უყურებ, იმიტომ რომ ვარ ძალიან პატარა. 4 წლის წინანდელი კლიპი არის და თავისთავად არ მომეწონა. ხო და ამიტომ ვამბობ კლიპი არ მომწონს მე ეს არ მithქვამს ახლა გიგა ამხელა კაცი ხარ ბოლოს და მაგას არ უნდა მეუბნებოდე ჯერ ერთი პირდაპირ ეთერში რომ მე ეს მით უმეტეს რომ არ მithქვამს ეგეთი რაღაცა მე არ მომწონს ჩემი თავი მე მგონი მართალი ვიქნები იმიტომ რომ 4 წლის წინ ვიქნებოდი დაახლოებით 16 წლის და ახლა წარმოვიდგინე 21 წელი დაახლოებით რამდენი გასაგებია და ბოლო ორი კითხვა ხო და მაინც ვთქვი რომ კლიპი არ მომწონს არ მithქვამს მე არ მომწონს ჩემი თავი, იმიტომ რომ გასაგებია, კახა მე მგონი გავიქე. მოდი რა საბოლოოდ კიდე ერთ რაღაცასაც გეტყვი რომ დღეს მე რასაც უსმენ ჩემს სულ ჩანაწერებს, ბევრად კარგად ჩავწერდი, იმიტომ რომ ფაქტია რომ ალბათ ვიზრდები და მაგიტო და აქედან გამომდინარე არ მომწონს უკვე დღეს ხوانაერთ უყურებ მე იმას. იმიტომ გავიდა 5, 6, 4 წელი. გასაგებია. და ამაში მე მგონი ვერ შემედავები ახლა და კახა პატარა რაღაცა დასკვნამდე მივიდეთ, იმიტომ რომ გადაცემა მთავრდება. მე საბოლოო ჯამში გამოვიყენე ესეთი ხო, ესე უსე მთავრდება და სულ ერთი კითხვის დასმა მოვასწარი სამწუხაროდ. მაქვს ერთი ესეთი რაღაცა დასკვნა. ანუ გამოდის, ხო? გამოდის, რომ ყველაფერს ფაქტობრივად აბრალებს სხვას. ანუ პირველი რაც შეეხება აი ამ კლიპებს. ნუ არ მომწონს ჩემი კლიპები. ჯერ ერთი მომენტი ძალიან სასაცილო და უსუსური თავისმართლებაა და გეტყვი რატო, იმიტომ რომ როდესაც თანამშრომლობას იწყებ კონკრეტულ ადამიანთან, უნდა იცოდე მის შესახებ, ანუ რამდენ პროფესიონალი, რამდენ კარგად გაართმევს თავს იმ საქმეს, რომელსაც ამდობ მას და საბოლოო ჯამში შენ იძახი, რომ ნუ დარჩი აბსოლუტურად უკმაყოფილო, ხო, იმ კლიპით. შესაბამისად, დადე თაროზე შემოდე. ეხა მეორე კლიპია და მე არ ანუ უბრალოდ მესამე ვიდეო რგოლი უკაცრავად ვიდეო რგოლი და მე არ ვიცი აი რამდენი ადამიანი ვარ სტუდიაში და ვკითხოთ ნებისმიერ ჩვენგანს არ ვიცი ვინ არის კმაყოფილი ამ კლიპით არა ვიდეო რგოლით უკაცრავად მეორე კლიპზეც იძახი რომ დიდად კმაყოფილი არ ხარ ნუ ამ ყველაფერს მაინც აბრალებ კახა უკაცრავად დავამთავრებ და მე ყველაფერს იცი რა რატო იცი რა ხდება რომ დრო აი ყველაფერს აბრალებ სხვას კახა არა ერთი წამი მომისმინე აი იგივე შენი უკაცრავად დავასრულებ ძალიან თქო მე დავასრულებ სხვასაც უნდა კითხვის დასმა ხო და მე ვეხარ მომასწრებ პასუხის გაცემას გასაგები აი მე მოკლედ მორჩები ნუ ერთი ამ კლიპებთან დაკავშირებით შემდეგ მეორე რაც შეეხება აი ამ სტუდიაზე უკვე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ კახა გაკ ნამდვილად ტექნიკური ბაზაც სხვა ბევრი მომღერლისგან განსხვავებით ბევრი გაცილებით ნიჭიერი გაცილებით პროფესიონალი და გამოცდილი მომღერლისგან განსხვავებით ტექნიკური ბაზაც მატერიალური ბაზაც იმისთვის რომ იყო პოპულარული შენ არ ხარ პოპულარული გარდა ამისა კლიპების არასრულფასოვნებას აბრალებს ხოლმე მოდი იქნებ იმაზე ვისაუბროთ შენ რამდენად ნიჭიერი ხარ ან რამდენად უნიჭო ხარ აი მაშინ მაგას ანუ ყველაფერთან შენ მატერიალური პრობლემა არ არსებობს, ტექნიკური პრობლემა არ არსებობს, სხვა რეალურად აბრალებ ყველაფერს და ამ ყველაფერს შენ გამოდიხარ ნიჭიერი რაღაცა კონკრეტული კითხვა იმას ხარ თუ არა ნიჭიერი? ხარ თუ არა ნიჭიერი? ხარ თუ არა ნიჭიერი? იცი არა და თქვა ადამიანმა ნიჭიერი ვარო. ხო, რა თქმა უნდა, გეთახები და ფაქტიურად ძალიან რთულია რომ თქვა რომ მე მგონი არის შეფასარი თქვა რომ ნიჭიერი. იცი ამიტომ რომ ის არის ნიჭიერი ადამიანი
პროფესიონალი ძალიან რთულია რომ თქვა რომ კიდე თქვა და რაღაცა ჩამithვალოთ რომ რაღაცა თვითონ ამბიციური არა ამბიცია ნებისმიერ ადამიანს უნდა იყოს თავარი უნდა იყოს ეს ფარგლებში და უნდა იყოს ჯანსაღი ამბიცია ვერცა შემოის ჯანსაღი ამბიცია გასაგებია და ბოლო გეტყვი ერთ რაღაცას გეტყვი ერთ რაღაცას მაცადე რა გიხოცავ ეხლა შენთვის გია მაჭარაშვილი თემურ თათარაშვილი ეკა კვალიაშვილი მანანა ხვედელიძე ოთარ ტატიშვილი ძიაღამბაშიძე კინოსა და მუსიკის ფესტივალი ხალხო კიდე ჩამოგითვალო გინდა რაშაშია კინო და მუსიკის ფესტივალი და შენ გახდი წლის მომღერალი მამაკაცი რაშაშია იმიტომ რომ მათი შეხედულება არის ჩემს მიმართ ესეთი და თუ გინდა უფრო ახლოს მიდი და ჩამოუვარე ეს საკითხიც გავარკვეთ და ბოლო როგორი ადამიანი იცი რა ისინი ნანა და ნინოს პატარა უნდა ჩავაყვახებინოთ სხვა გზა არ არის ნანა ისინი გიცნობენ კარგად კარგად იცი რა დიდი ბოდიში ერთი წუთი კახას მოუსმინოთ ბოლოს იმიტომ რომ იციან მუსიკოსები არის და მუსიკოსი ყოველთვის ამჩნევს როგორია და რა დოზით არის მაშინ ნიჭი და აქედან გამომდინარე ძალიან გთხოვთ რა აი შენ ფიქრობ რომ გიგა კვენეტაძეზე და ანრი ჯოხაძეზე ნიჭიერი ხარ პროტესტები ეს არ არის არა მაგრამ არ მომეწონა შენ შეკითხვა შემდეგ კითხვა ნანა შენი კონკურენტები ხომ არა მე ხო არ გადამეწონა შემდეგი კითხვა ნანა დავსვა დავსვანო ვეღარ გაიგო ხო ნიჭიერებაზე უკვე შევთანხმდით რომ ყველა ვართ ნიჭიერები ქართველები რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ მithuedas ეს მომღერლებს აქვთ ასე ფიქრობენ რომ ასია განსაკუთრებით თავდაბლობა აკლიათ და იცი რა მინდა გთხოვ მე არ გთხოვ რომ ეს წამიგეთო თავდაბლობასაც შეეხება მე ხო თავდაბლობა შენ თვითონ ახს შენობით გადავიდე თავიდან ასე დაიწყე მაგრამ მე ამბიციური ისეთი კითხვებს მეუბნები რომ ფაქტიურად ძალიან რთულია რომ შენ თქვი რომ პროფესიონალი მომღერალი ვარ და ესეც ცოტა ხმამაღალი განაცხადია და ამბიციურობა პროფესიონალი მომღერალი მე რო ვთქვა რომ არა პროფესიონალი ვარ მაშინ ფაქტიურად სცენაზე რა ამბობ თავი მაინც უნდა შეგეკავებინა კაცი ძიების პროცესში ხარ კახა ხო არა ხადიან ხო პასუხი ბოლო ერთი წამი რა დავამთავრებ ხო მე რადგან შენ ასე ამბობ მე ვთვლი რომ შენ ხარ ამბიციური რადგან ასეთი განცხადებები გააკეთე დღეს საერთო ჯამში და საკმაოდ ისეთი საფუძველ მოკლებული ძალიან მოკლედ საფუძველ მოკლებული და ხატია დავაცადოთ ადამიანს იცი რა ხდება რომ ხო ეხლა რა მინდა იცი მე არ გთხოვ რომ შენ აი ესეთი ფორმა გამოგვივიდა თითქოს გეხვეწებით რა კახა უკაცრავად კახა ძალიან გთხოვ იქნებ ჩაწერო სიმღერები იქნებ კლიპები ასეთი რამ ჩვენ მხრიდან მე პირადად არ ვუერთდები და მსგავსი რამ თუ ესე გამოვიდა და მაყურებლებმა ასე იფიქრებს ასე არ არის მე უბრალოდ მინდა ერთი რამ გთხოვო იქნებ გაიგო 50 წლამდე ხარ თუ აი რა ხარ ვინ ხარ და მეორე მაშინ თუ როცა გაიგებ და მანამდე სანამ გაიგებ იქნებ გაჩერდე და არ გქონდეს პრეტენზია იმაზე რომ შენ ხარ მომღერალი ან მაშინ დამრიგებლური და მაშინ რაღაცას გეტყვი რა უბრალოდ ესეთი სურვილი მაქვს ერთ რაღაცა ახლა მე დამასრულებ. მე მთავარია რომ ძალიან მინდა რომ შენ გაიგო, იმიტომ რომ მე 50 თქვი პირობით და ჯერ ერთი, მე რომ მეორე თქვი რომ მე ჩემს ასაკთან შედარებით ვარ პროფესიონალი, მე რომ არ ვთვლი და ჩემ თავს პროფესიონალად, მაშინ არ დავდგები სცენაზე ფაქტიურად არ ვიმღერებ და რაც შეეხება ძიების პროცესს, ფაქტიურად პროფესიონალიზმი რაც უფრო მეტი წლები გადის, მით უფრო მეტს იძენ და მით უფრო მეტად ხდები პროფესიონალი, მიხვდი რა ხდება? გასაგებია. ანუ მით უფრო ხვეწები, მიხვდი რომ მე დახოცილებას გულისხმობ, ამაში მე მგონი ამაში ვერ მეტ ხატია არ მეთანხმები მაგაში. გასაგებია. გასაგებია, ჩვენ გადაცემა, ჩვენ დღევანდელი გადაცემა უკაცრავად აღარ არის საწუხაროდ ამის დრო, იმიტომ რომ ორივეს კიდე პატარა და რაღაცების ჩაკოთა ერთი რეპლიკა არ არის. გადაცემა რეპლიკა შეგიძლია წამოისრულო უსმოთ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს არ უნდა ამბობდეს ჟიურში ხალხის მიმართ წარმდგარი ვიყავი და ძალიან შემართებითი ხარ. всё, გასაგებია. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია. ესეც მივიღე. ვარემ ლალის ჩვენ თქვი პატარა რომ არ დაიჩაგრო. ძალიან მოკლედ. კახა დიდი ბოდიში ლალის მოვსმინოთ. კახა დიდი ბოდიში ხო? ვიყავიო და ისეთ კითხვებს მეუბნები ფაქტობრივად. ლალის მივცეთ საშუალება ერთი პატარა ფრაზის ჩაკვეხებისა, მაინც შობა იყო გულში. თუ ადამიანი ხარ ემოციური, ფაქტობრივად ძალიან რთული ემოციები. კახა.
უკაცრავად. ლალი, თქვი რაღაც სასწრაფო. პატარა რაღაც გინდა. კახა, აი მთელი გადაცემის განმავლობაში თან გადაცემას ვაკვირდებოდი, თან შიგადაში გვერთვებოდი, ხო? და ესეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ჩვენ რაღაცა სხვა კუთხით წავიყვანეთ ეს გადაცემა და შენ გაქვს რაღაცა სათქმელი, რომელიც დარჩა. მაშინ აი იმას არ შევეხეთ ჩვენ. და მე მაინტერესებს რა არის ის და შთაბეჭდილება სხვა შორის ესეთი შემექმნა, რომ რაღაცას ამზადებ და ეგ გვითხრა რა არის და გაჩუმებული ხარ, ხო? კარგი, მოდი აი ამით დავამთავროთ, გაიცი პასუხი და დამთავრდება გადაცემა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ფაქტიურად, რომ მე აი ძალიან პოპულარული ვიყო, იმიტომ რომ თავარია არა, კონკრეტულად მითხარი. ამ წუთში ვამბობ, მე აღვნიშნე რომ აქაურ პროდუქტს მე ნაკლებად ვამზადებ დღეს, იმიტომ რომ მე თქვი უცებ გააკვეთო. სად მიდიხარ? არა, ეს უკვე secret. კარგი, მე მგონი გავარკვიეთ ყველაფერი, ხო? მე ვიცი, მე ჩემთან შეგაყოლე თავარი. გასაგებია, მე ეჭვი მაქვს რომ ეს საუბარი ეთერს გარეთაც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში ეთერში ჩვენი საუბარი უკვე დასრულებულია. თქვენ უყურებთ გადაცემას პრესი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო მომღერალი კახა კუხიანიძე. დიდი მადლობა კახა სტუდიაში მობრძანებისათვის. დიდი მადლობა ჟურნალისტებს. დიდი მადლობა მაყურებლებს. ჩვენ გამშვიდობებით მომავალ შაბათამდე. კარგად.